პირდება ივნისი, მოდი ეს თემა ვნახოთ ჩვენ და ჯერ იმას ვიტყვი, დადებითი არის თუ უარყოფითი. პირველივე თვალის გადავლებაზეც კი შემიძლია ვთქვა, რომ დადებითი. ივნისი ათვლის წერტილია, სადაც მთავარი დანიშნულება მეს სტრუქტურიზაციას ენიჭება, რაც გვასწავლის დამოუკიდებლობას, როგორ ვიყოთ თამამები და ამავე დროს პასუხისმგებლიანებიც, თავდაჯერებულნი და საპირწონედ გაწონასწორებულნიც. ივნისი ეს წამოწყებაა, აქტიურობა, დაგეგმარება, მიზნები, არანაირ შიშები, პირიქით, მოქმედებები, რომელიც მიეძღვნება მხოლოდ თქვენს მეს. გლობალური ცვლილებებისკენ სწრაფვა. მორჩა, ახლა დავაყენებ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ყველაზე მაღლა და რატომ იცით? დაიღალეთ უკვე სულ სხვების პრობლემების მოგვარებით. ყველას რაღაც სჭირდება თქვენგან და არავინ გეკითხებათ, რა გჭირდებათ თქვენ თავად. 1000 ჯერ დაეხმარებით, ერთხელ იტყვით უარს და ის ერთი უარი გამოჩნდება. ფულს გაასესხებთ მაგალითად და თქვენი ფული აქეთ გახდება საშარო. მთელს ოკეანეს გასცემთ და ერთ წვეთ წყალს დაგაყვედრებენ. ხოდა. დაიღალეთ, საკმარისია. ამიტომაც წამოიწევს წინა პლანზე თქვენი მე. რაც დაანგრევს რაც დასანგრევია დაანგრევთ. რაც ასაშენებელია ააშენებთ. რითაც თქვენი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზრდება. ვეღარ გაიქცევით დრომოჭმული სიტუაციებიდან, მოგიწევთ საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობის აღება. ივნისი ასევე კვეთს კარიერულ და პირად საკითხებს. ჩათვალეთ, რომ ტესტს ჩაგიტარებთ. რამდენად მზად ხართ მართვის სადავები აიღოთ ხელში. რას ნიშნავს, უნდა დაეყრდნოთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ძალებს. მართოთ ასევე დროც, რომელმაც თქვენს სასარგებლოდ უნდა იმუშაოს. და ასევე მოთოკოთ იმპულსურობა საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ივნისი სად და ვისთან გაავლებთ საზღვრებს, ამის პასუხებს მოგცემთ და მოგიწევთ, რომ თვალებში ჩახედოთ ამ პასუხებს. თავიდან ბოლომდე ეს არის თქვენი მე, რომელიც საკმაოდ ძლიერ გამოცდას გაივლის და თქვენზე იქნება დამოკიდებული, როგორ ჩააბარებთ.